და საქართველოს კულტურის მინისტრმა თბილისის სამხატვრო აკადემიის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დასრულებულია რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შეკეთდა და გამაგრდა აკადემიის ყიფშიძისა და გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსები. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე დაწყებულია ამავე შენობების სტრუქტურის აღდგენა და ისტორიული დარბაზებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. სამუშაოები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამთავრდა ძალიან რთული, ყველაზე შრომატევადი კონსტრუქციული გამაგრების პირველი ეტაპი და ამჟამად უკვე მეორე ეტაპზე გადავდივართ, სადაც სახურავი და დარბაზების რეაბილიტაცია, რესტავრაცია იწყება. შემდგომ ჩვენ დაგვრჩება უკვე მესამე ეტაპი 2018 წელს, სადაც კომუნიკაციები, ასე ვთქვათ, და ფასადი მოწესრიგდება. ეს გახლავთ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ფაქტურად ინგრეოდა. წელიწადზე მეტია დაწყებულია სამუშაოები, მოხდა შენობის სრული სტაბილიზაცია, მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ გადარჩა შენობა, კონსტრუქციულად გამაგრდა და გადავდივართ ახლა ყველა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ეს გახლავთ უნიკალური აღმოსავლური დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც ამ შენობის ერთიანი განუყოფელი ნაწილია.